ყველაზე მთავარი მიზეზი თუ კი რამე უნდა ითქვას არის ის რომ ჩვენს ქვეყანაში ერთადერთი ბერკეტი რომელიც დარჩა ამა თუ იმ პრობლემაზე რეაგირების და როგორი პრობლემაც ეს არის ასეთი სერიოზული პრობლემაზე მით უმეტეს რეაგირების შემთხვევაში ერთადერთი ბერკეტი დარჩა ის რომ მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა და დემონსტრირება იმისა თუ რამდენად უკმაყოფილოა ხალხი ამ თემასთან დაკავშირებით. სხვა ბერკეტები ჩვენს ქვეყანაში პრაქტიკულად აღარ არსებობს, ანუ მოჭრილი ყველა სხვა ბერკეტი წესით, ნორმალურ ქვეყანაში ბევრი სხვა ბერკეტი უნდა არსებობდეს და რეაგირების სხვადასხვა მეთოდები უნდა არსებობდეს. თუმცა, ეხა იქამდეა მიყვანილი უკვე ჩვენს ქვეყანაში სიტუაცია, რომ ნელ-ნელა ეს მთავრობა ცდილობს, რომ საერთოდ არანაირი რეაგირების ბერკეტები აღარ არსებობდეს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რა ბერკეტებიც მანამდე არსებობდა, ისინი გააუქმა, ხო? და ეხლა პრაქტიკულად სხვა რეაგირების საშუალება აღარ არის. მე მესმის ეხლა ამ აქციაზე გამოსვლის საშუალებასაც ხალხს მაქსიმალურად ცდილობენ რომ მოუსპონ და ყველაფერი გადაიყვანონ ისეთ ჭრილში რომ აი ზოგადად აქციებზე ხალხი აღარ გამოდიოდეს და საერთოდ თავის პოზიციას ზოგადად არავინ არ აფიქსირებდეს. ხმებსაც არავინ ხმის მისაცემად არ დადიოდეს, მარტო ოცნებას ვინც აძლევს, იმათ ძალით წაიყვანენ ხოლმე და მიაცემინებენ ხმას. დანარჩენი ხალხი არავის არ უნდა არც აქციებზე, არც საარჩევნო ყუთებთან და ასე შემდეგ. ამიტომ ჯერჯერობით ეს ერთი ბერკეტი არის შემორჩენილი და შესაბამისად უნდა მოვიდეს ყველა, იმიტომ რომ ეს ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად. სხვა შემთხვევაში რა თქმა უნდა ამ პროექტს მაშინ ვერაფერი ვერ გააჩერებს ჩვენ თუ ამას არ დაუფიქსირეთ ის განწყობა რომ ძალიან უკმაყოფილებაა მოსახლეობაში. იმიტომ რომ შეიძლება ყველა ხვდებოდეს ერთ რაღაც. ამას ყველა ხვდება, მთავრობა ხვდება, მოსახლეობა ხვდება, რომ ასე პასიურ მდგომარეობაში არავის ეს არ მოსწონს. ანუ მოსახლეობაში უმრავლესობაში გაბატონებული აზრი არის ის, რომ ზოგადად ეს აი მიგრაციის პროცესი, ეს ქალაქების აშენების პროექტი არ არის მოსაწონი. მაგრამ ეს არის ძალიან მინიმუმ შეკითხვას რო აჩენს და ის ხელშეკრულება გამოსაქვეყნებელია, ამაში ყველა თანხმდება. თვითონ აი ოცნებამ საკუთარი ელექტორატი, აი ვინც ეხა თქვენ ნახევრით თუ რამდენი ხნის წინ იყო არჩევნებში ოცნებას რო ხმა მისცა, მარტო ის ხალხი რო გამოკითხოს, იქ აბსოლუტური უმრავლესობა იქნება იმ აზრით, თუ თავისუფლად გამოხატავს ეხა თუ რაღაცა იმის პრესინგის ქვეშ არ არის. ყველა იტყვის რომ არა, რო გამოქვეყნდეს, ცუდი არ იქნება. კი, მაგაში ყველა თანხმდება, ამიტომ მე ზოგადად პრობლემას არ ვხედავ იმ მიმართულებით ადამიანები რამდენად ამას სწორად აფასებენ. კი. რამდენი მზად არის გამოვიდეს ამას არის, კი ბატონო, პრობლემა არის აქტიური პოზიციის დაფიქსირებაში, აქტიურობის მიმართულებით არის პრობლემა, იმიტომ რომ თუ პასიური იქნა ხალხი, ხო, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ვის რა აზრი აქვს და ვის რა შეხედულება აქვს. თუ ის აზრი და შეხედულება არის პასიური, შესაბამისად ის პოლიტიკურ დღის წესრიგზე საერთოდ არ მოქმედებს, ხო? ამიტომ რაც უფრო მეტი ადამიანი გახდება აქტიური და რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება აქციის სახით ამ პროცესში და რანაირი თქვათ პოლიტიკური შეხედულებებიც არ უნდა კონდეს. ამ თემასთან დაკავშირებით თუ გვეთანხმება, ყველა უნდა ჩაერთოს, იმიტომ რომ როგორც ვიძახი, ეს ერთადერთი ბერკეტია დარჩენილი და რაც უფრო მეტი ჩაერთვება, მით უფრო მეტი მით უფრო მეტი ზემოქმედების საშუალება გვეძლევა ამ თემასთან დაკავშირებით. ადამიანმა ეხლა ყველაფერია, ყველა რესურსია გამოყენებული ხელისუფლების მხრიდან, რომ ადამიანმა ჩათვალოს, რომ არაფერს აზრი არ აქვს, აქციები საერთოდ აქციებს
პოლიტიკოსებს ცუდად მიყავთ პროცესები და აქციები საერთოდ საფრთხის შემცველია და ზოგადად პასიურობისკენ უბიძგებს ყველაფერი, ყველა გარემოება, მაგრამ სამწუხარო რეალობაა, რომ მანდამდეა მიყვანილი საქმე, მაგრამ სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, ჩვენ იცით ყველამ, რომ ჩვენ მთელი ეს წინა პერიოდი, აქცია ეხა უკვე დღეები დარჩა და მანამდე ძალიან დიდი ხნის მანძილზე ჩვენ ყველა აქტიურ ადამიანს მოუწოდებდით, რომ ჩვენთან მოსულიყო, ჩაწერილიყო და ეს პროცესი არ უნდა გაჩერდეს, ეს ამ აქციით არც დამთავრდება, ეს პროცესი ეს ამ აქციით მხოლოდ იწყება. ხო, ამ აქციით სინამდვილეში იწყება, რომ ეს მასშტაბი უფრო და უფრო გაიზარდოს, ეს მოსახლეობის ჩართულობა ამ საკითხში გაიზარდოს და ამიტომ ეს პროცესიც უნდა გაგრძელდეს, უნდა ყველა მოვიდეს ჩვენთან, ჩაეწეროს ჩვენს რიგებში, აქტიური მხარდაჭერა გამოგვიცხადოს, იმიტომ რომ ეს იძლევა იმის საშუალებას, რომ ზოგადად მოსახლეობის ჩართულობა იყოს რაც შეიძლება მაღალი და მრავალრიცხოვანი, ხო? მაგის გარეშე პირიქით უკუ რეაქციას ვიღებთ, ხო? თუ მოსახლეობა კიდევ ვიმეორებ, თუ გვეთანხმება, მაგრამ არ ერთვება და არ გამოდის აქციაზე, ეგ ნიშნავს, რომ რა თქმა უნდა აშენდება ესე იგი ეს პროექტები. ეგ ნიშნავს, რომ საქართველოში გაგრძელდება ეს მიგრაციის პრობლემა. საერთოდ მიაღწევს ეს ისეთ მდგომარეობას, რომ უკვე საფრთხის შემცველი გახდება. ქუჩაში მთელი რიგი პრობლემები გაჩნდება უკვე იქიდან გამომდინარე, რომ აქაურ კულტურასთან არა ლოიალური და არა თავსებადი ადამიანების დიდი ნაკადის ჩამოსვლის შემთხვევაში, როგორც ხდება ხოლმე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, იგივე მოხდება აქაც. და რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს კონფლიქტებს, საფრთხის შემცველ გარემოს, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში ეს გამოიწვევს ეკონომიკის მიმართულებით სერიოზულ პრობლემებს. ზოგადად ერთი რაღაცა ყველას უნდა ესმოდეს. საბაზისო სახელმწიფოებრივი საკითხები გადაჯაჭვულია ერთმანეთზე, როგორიც არის მაგალითად დემოგრაფია, ეს ყველაფერი უკავშირდება ეკონომიკას, უკავშირდება უსაფრთხოებას. თუ დემოგრაფიული პრობლემები იმატებს ქვეყანაში, ეკონომიკის პრობლემებიც გაიზრდება და ზოგადად უსაფრთხოების პრობლემებიც გაიზრდება. ამიტომ ეხლა უნდა იაქტიუროს ყველამ, სანამ ეს პრობლემა არ გამხდარა სავალალო. სანამ არ მისულა ისეთ მდგომარეობამდე, რომ უკან მობრუნება შეუძლებელი იყოს. ეხლა ყველამ უნდა იცოდეს ჩვენი ზოგადი შეხედულებები ამ თემასთან მიმართებაში, იმიტომ რომ ჩვენ ყველაზე ისეთი ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში ისეთი ფორმით უპირისპირდებით ამ პროცესს, რომ ფართო მასებისთვის ყველაზე ახლოს არის. აი ის ფორმატი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ. ჩვენ ზოგადად გამოსავალიც მოძებნილი გვაქვს რაში მდგომარეობს. ჩვენ არა კონსტრუქციულად არ მივყვებით ამ პროცესს. ჩვენ იმის პარალელურად, რომ რაღაცის უკმაყოფილებას ვაფიქსირებთ, თან ასევე ყოველთვის ვაჟღერებთ გამოსავალი რაში მდგომარეობს. ხო, ეგ მნიშვნელოვანი კომპონენტია. ერთი არის პროტესტის ის ფორმა, როცა რაღაცა ყველაფრით უკმაყოფილო ხარ, მაგრამ გამოსავალი არ არის დასახელებული, ხო? მე მიმაჩნია, რომ ჩვენი პროტესტის ფორმა უფრო ჯანსაღია, იმიტომ რომ სინამდვილეში გამოსავალი საკმაოდ მარტივია. თუ ნება იარსებებს ამ პრობლემის მოგვარების, ხო? არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და ხშირ შემთხვევაში, როცა გვესმის ხოლმე პასუხები ხელისუფლების მხრიდან ეს მოვლენა რატომ არ არის პრობლემა, ხო? მაშინ ჩვენი გამოსავალის გათვალისწინება საერთოდ არანაირ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. თუ პრობლემა არ არსებობს,
მაშინ ჩვენ რა გამოსავალსაც ვთავაზობთ, მაგისი განხორციელებაც არ უნდა იყოს პრობლემა, მაგრამ რეალურად ჩვენი გამოსავალის განხორციელება, იმიტომ არ უნდა ხელისუფლებას და ჩვენი კანონპროექტიც, იმიტომ დააიგნორა და არ განიხილა, რომ სინამდვილეში ეს პროექტი, ეს ინვესტიცია, არ უნდა დავარქვათ ინვესტიცია სინამდვილეში, ეს უბრალოდ გაყიდვაა ტერიტორიების, ხო? ეს გაყიდული ტერიტორიები სერიოზული პრობლემებს გამოიწვევს და ამიტომ ყველაფერი ტყუილია, როცა ხელისუფლება ლაპარაკობს, რომ არანაირი პრობლემები არ იქნება, არ მოყვება ამ ყველაფერს და არავინ არ ჩამოსახლდება. ასეთ ტყუილებს როცა ლაპარაკობენ, ეს გარემოება პირიქით ამ ყველაფერს ააშკარავს. ამიტომ მაქსიმალური ხალხის ჩართულობა არის ერთადერთი ბერკეტი, რომელიც დარჩა და მაქსიმალურად ეს ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ, ამ ყველაფერთან უნდა მივცეთ მაქსიმალურად ჯანსაღი ფორმა, იმისთვის რომ არ დავაბრკოლოთ მომავალში, ვისაც ჩართვა უნდა ის ადამიანები, ანუ ჩვენ ეს პროცესი რომ ზარდი გავხადოთ, მაგაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული, ანუ ჩვენი ამოცანა არ უნდა იყოს ახლა ვინც გამოდის, ხო? თვითონ შემართება მინდა, რომ ხაზი გაუსვა, როგორი უნდა გქონდეს. ვინც გამოდის აქციაზე, არ უნდა ჩათვალოს, რომ ამ აქციით ყველაფერი მთავრდება. პირიქით იმ განწყობით, რომ გამოვიდეთ, რომ ამ აქციით ყველაფერი იწყება და ჩვენი ამოცანაა, რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ პროცესში. ეგ არის ამ ეტაპზე ყველაზე სწორი განწყობა, ყველაზე სწორი მიდგომა, ყველაზე სწორი ფორმატი ზოგადად აქციის. ამიტომ აი ამ მიდგომით ყველა უნდა მოვიდეს და აუცილებლად იქონიებს როგორც მინიმუმ რა ეფექტს. მოდი მინიმუმიდან დავიწყოთ და მერე გადავიდეთ რა შეიძლება. ესე იგი თუ ის ეფექტი იქონია, რომ საერთოდ პირდაპირ ამ აქციითვე ხელისუფლებამ დაინახა, რომ აღარ უღირს ამ პროცესის გაგრძელება და საერთოდ გაჩერდა ეს პროცესი, ხო? ეგ თლა უკეთესი, მაგრამ როგორც მინიმუმ ეხლა იმ პოზიციის დაფიქსირება, რომ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი გულწრფელად ამ პრობლემაზე ღელავს, მაგის დემონსტრირება არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე პოლიტიკურად, იმიტომ რომ ეხლა ხელისუფლება ყველა იმ აზრს, რომელიც წინააღმდეგია მაგ პროცესის, ყველა იმ აზრს აცხადებს როგორც პატარა რაღაც ვიწრო ჯგუფების მართულ პროცესად. ეგ რეალურად ხალხში არსებულ პროტესტად მაგას არ აცხადებს. ამიტომ პოლიტიკური თვალსაზრისით სერიოზული ბარიერი ილახება, უბრალოდ ხალხი გამოვიდა და აქციაზე დააფიქსირა დიდი რაოდენობით ადამიანების დასწრება დაფიქსირდა, ხო? ეგ სერიოზულ პრობლემას ჭრის, მაგრამ ასევე კიდევ როგორც მინიმუმ მიჭრება ის პრობლემა, რომ ადამიანების ამ ჩართულობას და ამ ერთობას რო დაინახავს, ის ადამიანები, ვინც დღეს ფიქრობს, რომ არა აქვს აზრი, მასაც უჩნდება იმის სურვილი, რომ მომავალში კიდე რო გაგრძელდება და მასშტაბი რო უნდა გაიზარდოს, მომავალში იმანაც შეიძლება ჩათვალოს, რომ აზრი აქვს და გამოვიდეს. ანუ როგორც მინიმუმ უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანები იჭრება. მინიმალური აი რაღაცა ამოცანა რომ გადაიჭრას, უკვე მნიშვნელოვანი ბარიერი ილახება. ამიტომ ეგეც დამატებითი არგუმენტი უნდა იყოს იმ ადამიანისთვის, ვინც კიდე ყოყმანობს, საერთოდ გამოვიდეს თუ არა და კიდევ ერთი სიფრთხე, რომელშიც ადამიანებმა შეიძლება აი ჩათვალონ, რომ გამოვიდნენ თუ არ გამოვიდნენ, არის ის, რომ ზოგადად ჩვენს ქვეყანაში ხო პოლიტიკა თითქმის მკვდარია უკვე და პოლიტიკური მიკერძოება და პოლიტიკური ზოგადად სიმპათიების დაფიქსირება მოქალაქეებს ძალიან უჭირთ. ანუ სიტუაცია მიიყვანა ქართულმა ოცნებამ, ეს სინამდვილეში ქართულმა ოცნებამ გააკეთა, არავინ არ ჩათვალოს, რომ ხალხის რეალური განცდა
ხალხი მიიყვანა მაგ გაცდამდე ქართული ოცნების მიერ მართულმა პროცესებმა, ოპოზიცია და ქართული ოცნების ჭიდაობა სულ მართული იყო ეს პროცესი და ხალხს ეგ განწყობა გაუღვივა, ხო? ეხლა მისულია იქამდე, რომ იქ ის ჯგუფი იმას ხო არ გაუერთიანდა, ის თუა მაშინ მე არ მინდა, ეს ჯგუფი სხვა პოლიტიკური შეხედულების ხალხი ამ ხალხთან არ უნდა იდგეს, ეს ხალხი იმასთან არ უნდა დადგეს, საერთოდ აქციაზე რო დგახარ უკვე ცუდია, საერთოდ პოლიტიკური პარტია ცუდია და ასეთი რაღაცა, ასეთი მთელი რიგი ხრიკები ჩაუტარეს ხალხს, რომელმაც სიამბეში ხალხი დაასუსტა და ქართული ოცნება საერთოდ ერთპიროვნული ძალაუფლება მისცა და ეგ ფაქტორები რა თქმა უნდა მოქმედებს. რა თქმა უნდა, ეხლაც გარკვეული ეგეთი რაღაცა დამაბრკოლებელი განწყობები იარსებებს, მაგრამ ასევე მასეთი ფიქრები, ვისაც უჩნდება, ყველა ადამიანს მინდა უთხრა, რომ ვინც ამ თემით არის უკმაყოფილო, თამამად შეუძლია მოვიდეს ჩვენს აქციაზე, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად გათვლილი აქცია გვექნება, რომელიც მხოლოდ ამ შინაარსის იქნება. არაფერ სხვა შინაარს ჩვენ ამ აქციაში არ შევიტანთ. ეს იქნება მხოლოდ აი ამ მიგრაციის და აი ამ რაღაცა უჩარჩოო ჩამოსახლების წინააღმდეგ მიმართული აქცია. ეს ქალაქები რო შენდება უკვე ზოგადად ქვეყანაში რო უნდა გამოსწორდეს პოლიტიკა, რომ დარეგულირდეს ეს მიგრაციის პროცესი. აი ამისკენ მიმართული აქცია იქნება. მეტი სხვა დატვირთვა მაგ აქციას არ ექნება, ამიტომ ამ აქციაზე შეუძლია ნებისმიერი ადამიანი მოვიდეს და თამამად დარწმუნებული იყოს იმაში, რომ არ აღმოყოფს სხვა რაღაცაში, როგორც ხშირად ხდება ხოლმე ხელისუფლების მიერ მართულ პროცესებში, ხო? ამიტომ ყველა მიმართულებით შემიძლია უთხრა ნებისმიერ აი საქართველოს მოქალაქეს, რომ თვითონ მოსახლეობის ინტერესშია ამ შემთხვევაში აქციაზე მოსვლა, იმიტომ რომ ეს აქცია საბოლოო ჯამში აძლიერებს ხალხს. ეს არის ბოლო ბერკეტი, რომელიც დარჩა ხალხს, რომელიც ცოტა ხნის წინ ძალიან არასწორად გამოიყენეს სხვადასხვა პარტიებმა ეგ ხალხის ბერკეტი და პირიქით გამოაცალეს ეგ ბერკეტი და ეხლა ამ ბერკეტის გამოყენება რომ მოხდება მართლა რეალურ ქვეყნისთვის რეალურ პრობლემასთან მიმართებაში, ეგ არის ზოგადად ხალხისთვის ხალხის გაძლიერება, ხალხისთვის ამ ბერკეტის გაძლიერება. ამიტომ ჩართულობა არის თქვენივე ინტერესების გაძლიერება ამ პროცესში და ეგეც დამატებითი არგუმენტია ჩემი აზრით.